წათელი მზეა იმიტომ რომ დღეს ელენეს დაბადების დღეა გილოცავთ ელენე რომელმა ზღაპრის გმირმა გინდა მოგილოცოს დაბადების დღე ფიფქია მოგიჟდებიან პერსონაჟზე მეც ძალიან მიყვარს ფიფქია თან აქ ისეთი კარგი ფიფქია ყავთ როდეს წარმოიდგენ გამარჯობა ბავშვებო გამარჯობა ფიფქია რატო ხარ ასეთი მოწყენილი ტყეში ჯუჯებთან ერთად მივსერნობდი იქ ვაშლის ხე იყო ისეთი ლამაზი წითელი ხასხაცავაშლები იყო არ შეიძლებოდა რომ შეჭმა არ მოგდომებოდა ამიტომ დავკრიფეთ და შევჭამეთ თქვენ ან მერე რა მოხდა ყველაფერი მოგვიყევი მერე ესრაში ჯადოსნური აღმოჩნდა ჯუჯები დიდ კაცებად გადაიქცნენ მე კი პატარა ჯუჯა დავჭი ვაი მე როგორ მეწოდები ფიფქია ახლა რა უნდა ქნა სულ ეგეთი ჯუჯა იქნები ჯადოქარმა მითხრა თუ გინდა რომ ჯადოსნურმა ვაშლმა ძალა დაკარგოს ერთი სადით განმავლობაში ძალიან მხიარული უნდა იყო და ამიტომ არ ვიცი რა ვქნა ბავშვებო ჩვენ რა შეგვიძლია ფიფქიასთვის გავაკეთოთ რა და ფიფქია უნდა გავამხიარულოთ რომ ჯადოსნურმა ვაშლმა ძალა დაკარგოს მე ვიცი როგორც უნდა მოვიქცეთ ბავშვებო დღეს ჩემთვის აჩქრები ხო მოიტანეთ კი მოვიტანეთ მერე ეს კი ჩემგან არა ელენე ეს ხომ შენი საჩუქრებია მე ვერ გამოგართმევ აიღე მადლობა აი ეს ფოტოაპარატები შენ ჩემგან ფიფქია იმედია გაგიხარდება მე და მამამ ერთად ავარჩიეთ მაღაზიაში ფოტოაპარატი რას ამბობ ძალიან დიდი მადლობა ბარბარა აი ეს თოჯინაკი ჩემგან ძალიან მაგარია სულ შენ გგავს ძალიან მაგარია მართლა გგავს მეც ფიფქია ვარ ესეც ფიფქია როგორ მგავს დიდი მადლობა ეს ტორტი კი ჩემგან დედამ გამოაცხო გემრიელესია ტორტი მაგარია ვისრიალოთ ხო წამოდით დაბადების დღე გაკერენ ასეთ დაბადების დღეზე არ ყოფილვარ არც მე არასდროს არ ყოფილვარ ასეთ დაბადების დღეზე ახლა კი იუბილას დაბადების დღეს მიულოცავს ფიფქია მოიცა აბა ის ვინ იყო ის პატარა ფიფქია გოგო მოგვატყუა ვაიმე ჩემი საჩუქრები მოგვატყუა კარგი და ის ნეტა ის პატარა ვინ იყო? ეს ფოტოაპარატები შენ ჩემგან ფიფქია. ძალიან მაგარია. მე და მამამ ერთად ავარჩიეთ მაღაზიაში. ახლა შეიძლება